ყველა აკვირდება ოქროს ფასებს, კრახის ნიშნების სანახავად, მაგრამ ისინი არასწორ რამეს აკვირდებიან. ნამდვილი გამაფრთხილებელი ნიშანი თქვენს კართან ან სამზარეულოშია. 2025 წელს ამერიკის ყველაზე დიდმა ყუთების მწარმოებლებმა სამუდამოდ დახურეს ასათეშეში მუყაოს წარმოების 10%. ეს ყველაზე დიდი კრახია 2008 წლის შემდეგ. და როცა კომპანიები უთების წარმოებას წყვეტენ, ეს ერთრამეს ნიშნავს. პროდუქცია აღარ გადაადგილდება და გლობალური მოთხოვნა გვხვდება. და ეს ეკონომიკური შოკი მალე თქვენს საბანკო ანგარიშს დაარტყამს. ამერიკის შეფუთვის ინდუსტრიის ცენტრში რამდენიმე შერჩეული კომპანია. Smurfit Westrocky, International Paper, The Packaging Corporation of America. დიდი სამეული. ერთად ისინი ასაშეშის მუხაოს მიწოდების ჯაჭვის საქმდენს წარმოადგენენ. ამერიკაში თითქმის ყველა ფიზიკური პროდუქტი ერთ დროს მათ ყავისფერ ყუთებში გადის. 2025 წელს ამ კომპანიებმა და მათმა კონკურენტებმა სამუდამოდ დაახურეს ქარხნები, რითაც დაახლოებით 3.9 მილიონი ტონა წარმოების სიმძლავრე შეამცირეს. ეს დაახლოებით მიათედია იმ ყველაფრისა, რასაც ჩრდილოეთ ამერიკა აწარმოებს. მხოლოდ იმ ერთ წელიწადში დახურები თითქმის ორჯერ აღემატებოდა იმ შემცირებებს, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მოხდა. და 2008 წელი იყო ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრახი დიდი დეპრესიის შემდეგ. ასე ჯანსაღი ბაზარი არ იქცევა. მხოლოდ International Paper-მა ჯორჯიაში ორი უზარმაზარი ქარხანა დახურა, რომლებიც ყოველწლიურად თითქმის მილიონ ტონა მუხაოს აწარმოებდნენ. დაახლოებით 1100-მა მუშამ სამსახური დაკარგა. შემდეგ იყო ლუიზიანაში Red River Mill-ის დახურვა. ასევე სხვადასხვა შტატში მიმოფანტული დამატებითი ქარხნების დახურვა. კომპანიამ კიდევ მინიმუმ 7 დახურვა დაანონსა, რაც 2026 წლისთვის 700-ზე მეტი დამატებითი თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს. ეს მხოლოდ ერთ კომპანიას არ შეხებია. Smurfit Westrock-მა დამოუკიდებლად შეამცირა სიმძლავრე 9 მილიონ ტონაზე მეტით. დახურა ქარხანა სენტ-პოლში, მინესოტაში და შეწყვიტა მუყაოს წარმოება ტეხასში. ამ დახურებმა დაახლოებით 650 ამერიკული სამუშაო ადგილი გაანადგურა. ამერიკის შეფუთვის კორპორაციამაც კი დაიწყო ქარხნების რაოდენობის შემცირება. მთელი ინდუსტრიის მასშტაბით სამუშაო ადგილების დაკარგვა 2024 წლის ბოლოდან ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში 4500 გადააჭარბა, რაც საშუალო ზომის ქარხნის ქალაქის სრულად გაქრობას უდრის, მხოლოდ ერთი სექტორიდან, დაახლოებით ერთ წელიწადში. ეს მუყაოს ინდუსტრიაში ნამდვილი ჟლეტა იყო. რა თქმა უნდა, დახურვები და რესტრუქტურიზაცია ბიზნესში ხდება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ ეს შემთხვევა სხვანაირად იგრძნობა. მთელი ინდუსტრია ტოვებს ქარხნებს, რომელთა აშენებასაც 10 წლეულები და მილიარდობით დოლარი დასჭირდა. ერთი მიზეზია ის, რომ შეკვეთები აღარ არის. ეს ერთწლიანი ანომალია არ ყოფილა. 2023 წლიდან მუყაოს ინდუსტრიამ დაახლოებით 5.4 მილიონი ტონა საწარმოო სიმძლავრე გააუქმა, რაც ანალიტიკოსების თქმით, სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემცირებაა ისტორიაში. მოლოდინია, რომ 2027 წლამდე კიდევ 3 მილიონი ტონა გაქრება მუდმივი დახურვებისა და ქარხნების გადაკეთების შედეგად. იმის გასაგებად რას ნიშნავს ერთ წელიწადში დაკარგული 3.9 მილიონი ტონა, წარმოიდგინეთ, ამერიკაში 4 ყველაზე დიდი მუყაოს ქარხანა, რომლებიც დანგრეულია და აღარასდროს დაბრუნდება. რადგან ქარხნები ასე არ იხურება ჩვეულებრივი შენელების დროს და ამას უზარმაზარი შედეგები ექნება. მსოფლიო ვაჭრობის ფიზიკური ჩარჩო რეალურ დროში იშლება, ქარხნიდან ქარხანამდე, ქალაქიდან ქალაქამდე. მაგრამ რომ გაიგო, რატო უნდა გადარდებდეს ლუიზიანას სოფელში ჩაბნელებული ქარხანა, უნდა შეწყვიტო ქარხანაზე ყურება და დაიწყო შენს კართან მდგარ ყუთზე დაკვირვება. ინდუსტრიის შეფასებით, ყველა სამომხმარებლო საქონლის დაახლოებით 75-დან 80%-მდე ცხოვრების ნაწილს გოფრირებულ მუყაოს ყუთში ატარებს. ზოგიერთი წყარო ამ რიცხვს კიდევ უფრო მაღლა აყენებს, რაც ნიშნავს, რომ მუყა უბრალოდ შეფუთვა არ არის. ეს არის კონტეინერი, რომელიც თითქმის მთელ ფიზიკურ ეკონომიკას ატარებს. ტელევიზორი თქვენს მისაღებ ოთახში სწორედ ესეთ ყუთში ჩამოვიდა. ასევე სასურსათო პალეტები, თქვენი მანქანის ნაწილები და ის ამანათი, რომელიც კართან დაგიტოვეს. თუ ამ მიწოდებას შეწყვეტ, ეკონომიკას იწყებთ შეკუმშვას. ფარული ხარჯი თქვენს ყოველკვირეულ სარიდლებშია დამალული. შეფუთვა საკვებისა და სასმელის ფასის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, პროდუქტის მიხედვით დაახლოებით 8-დან 15%-მდე. ხშირად ეს ნიშნავს, რომ თაროებზე გადახდილი თანხის დაახლოებით მიათედი შეფუთვაზე მოდის. $5 მარცვლეულის ყუთში დაახლოებით 20-დან 40 ცენტამდე მხოლოდ დაბეჭდილ მუყმუყაოს ყუთსა და შიდა პაკეტზე მოდის. ასე რომ, რეალურად $5 ღირებულების მარცვლეულს არ ყიდულობთ. გაყიდულობთ დაახლოებით 4-თო, დაახლოებით $4.60 პლუს ყავისფერ კოლოფს, რომელსაც ერთ კვირაში გადააგდებთ. ეს ყოველდღე ხდება თქვენ ცხოვრებაში. უბრალოდ ეს არასდროს ჩანს ქვითარზე. ყველა ნივთს, რომელსაც ყიდულობთ, აქვს შეფუთვის ღირებულება, რომელიც ფასშია ჩადებული. როცა მუყაო იშვიათი ხდება, ეს ღირებულება იზრდება და ჯაჭვში არავინ იკისრებს ამ ხარჯს თქვენს ნაცვლად. მწარმოებელი მას გადმოსცემს შემდეგს, მაღაზია მას გადმოგცემ და საბოლოოდ თქვენ გეკისრებათ. არა ერთდროულად, უბრალოდ აქ-იქ რამდენიმე თეთრი ემატება. სანამ ერთ დღეს ყველაფერი ოდნავ უფრო ძვირი არ მოგეჩვენებათ და ვერავინ ახსმის, რატო? თქვენ ამას არასდროს დააკავშირებთ ჯორჯიაში ქაღალდის ქარხნის დახურვასთან. ზუსტად ეს ხდის მუყაოს ესეთ ძლიერ ეკონომიკურ სიგნალად. სწორედ ეს მოხდა 2025 წლის განმავლობაში. მოთხოვნა დაეცა, მაგრამ მუყაოს ფასები მრავალწლიან მაქსიმუმთან ახლოს დარჩა.
ჩვეულებრივ, როცა მოთხოვნა ასე მკვეთრად ეცემა, ფასიც მასთან ერთად ეცემა. აკი პირიქით მოხდა, რადგან მწარმოებლები იმდენად სწრაფად ხურავდნენ ქარხნებს, რომ მიწოდება შეზღუდული რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთები შემცირდა. თქვენი არმის რაიონის ხუთი უბრალოდ ნაგავი არ არის, რომელიც ნაგვის მანქანას ელოდება. ეს დროის მანქანაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მომავალი დაინახოთ. და ასე ხდება ერთი ჯიუტი ფაქტის გამო, თუ როგორ მზადდება პროდუქტები. ყუთების შეკვეთები ცნობილია როგორც ადრეული გამაფრთხილებელი სიგნალი. ისინი ქარხნის წარმოებას დაახლოებით 3-6 თვით უსწრებენ. პროდუქტი მხისიერად არ გადაადგილდება. ის საწარმოო ხაზზე იწყება. შემდეგ ყუთებში იფუთება. ის იტვირთება სატვირთოებზე და იგზავნება რეგიონულ საწვავებში. იქიდან კი გადადის უფრო პატარა სადისტრიბუციო ცენტრებში და ბოლოს მაღაზიის თაროებზე ხდება. პირველი ყუთის შეკვეთიდან იმ მომენტამდე, სანამ ის თქვენ სახლში მოხდება, ეს სისტემა დაკემა დაახლოებით 90-დან 180 დღემდე გრაფიკით მუშაობს. ყუთები ყოველთვის პირველები მოდიან. ამჟამად ASHS-ში ყუთების გადაზიდვები 2025 წლის მესამე კვარტალში 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 10 წლიანი ზრდა ფაქტობრივად 1 წელიწადში გაქრა. მთლიანი მუყაოს წარმოება 2025 წელს დაახლოებით 4%-ით შემცირდა 2024 წელთან შედარებით. და ვარდნა ამით არ დასრულებული. ვარდნა გაგრძელდა 2026 წელსაც, როდესაც პირველმა კვარტალმა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი შემცირება აჩვენა. სხვივ მწარმოებლებში ყოველდღიური გადაზიდვები მთელი წლის განმავლობაში იკლებდა და შეკვეთები აშენელებულა. ისინი შეწყდა. დაახლოებით გამოკითხული ყუთების მწარმოებლების ნახევარმა განაცხადა, რომ მათი შეკვეთები კიდევ უფრო გაუარესდა. ინდუსტრია ღიად ემზადება მეტი სიფთულისთვის 2026 წლის დარჩენილ პერიოდშიც. ეს არ არის ერთი ცუდი კვარტალი, რომელსაც ძლიერი სადრე-სადრე-სასწავლო სეზონი გამოასწორებს. ეს გრძელვადიანი ვარდნაა და უკვე იმდენ ხანს გრძელდება, რომ ქარხნები სამუდამოდ იხურება. ადრეული გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც ჩვეულებრივ 6 თვით უსწრებს ეკონომიკას, ახლა 10 წლეულის მინიმუმზეა და კვლავ დაღმასვლას აჩვენებს. ამ ეტაპზე მთავარი კითხვა აღარ არის, ანელებს თუ არა საქონლის ეკონომიკა ტემპს. კითხვა ისაა, რამდენი ხანია უკვე ნელდება, მაშინ როცა თითქმის არავის შეუმჩნევია. აქ ჩნდება რაღაც, რასაც ეწოდება bullwhip-ის ეფექტი. ეს არის შემთხვევა, როცა მომხმარებლების ქცევაში მცირე ცვლილება ქარხანამდე მისვლისას დიდ რყევად იქცევა. წარმოიდგინეთ ნამდვილი ცხენის შოლტი. ხელის მცირე მოძრაობა სახელურზე თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ შოლტის ბოლოს ძლიერი ხმა ისმის. ზუსტად ასე მოქმედებს მოთხოვნა თანამედროვე მიწოდების ჯაჭვში. ამ ეფექტისგან არავინ არის დაცული. Walmart-ი და Target-ი პანდემიიდან ამ ეფექტის არასდროს მხარეს გამოვიდნენ. მათ ზედმეტი მარაგი დაუგროვდათ. საწყობები სავსე იყო, რადგან მოთხოვნის დროებითი ზრდისას ზედმეტი რაოდენობა შეუკვეთეს. ამიტომაც გააკეთეს ის, რასაც ყველა საცალო მოაჭრე აკეთებს ასეთ სიტუაციაში. მათ შეაჩეს ახალი შეკვეთები და რამდენიმე თვე გაყიდეს ის, რაც უკვე ჰქონდათ, ნაცვლად იმისა, რომ მარაგი შეევსო. როცა მარაგი საბოლოოდ ამოიწურა, საწყობები იმავე ტემპით აღარ შეივსო. და ეს იყო ის ნაწილი, რისთვისაც არავინ იყო მზად. 2025 წლის აგვისტოში Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Doug McMillon-მა მარაგის შევსების ხარჯებზე ისაუბრა. როდესაც ისინი მარაგებს ავსებდნენ, მან თქვა, რომ ეს ხარჯები კვირიდან კვირამდე იზრდებოდა და ელოდა, რომ ეს წნეხი 2025 წელშიც გაგრძელდებოდა. როდესაც დედამიწაზე ყველაზე დიდი საცალო ვაჭრობის კომპანია ასე ფრთხილად ავსებს თაროებს, სიფრთხილე მხოლოდ Walmart-ში არ რჩება. ის მთელ მიწოდების ჯაჭვზე ვრცელდება, ყველა მომწოდებელზე. მარაგების შემცირების ციფრის ციკლი ნორმალურია. ეს თავისით გვარდება. ყველა უბრალოდ ელოდება, როდის დასრულდება. რაც ახლა ხდება, ეს არის გაყინვა, რომელიც მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა. მაღაზიებმა მკაცრად შეანცირეს შეკვეთები, რომ ზედმეტი მარაგი გაეწმინდათ, რამაც ყუთების მომწოდებლებს ხაზების გაჩერება აიძულა. შემდეგ კი ქარხნები იძულებული გახდნენ გამოეცხადებინათ დახურვა, რასაც ვეღარასდროს გამოასწორებენ. თითოეულმა რგოლმა უფრო მძაფრად გადამეტებულად იმოქმედა, ვიდრე მის ქვემოთ მყოფმა. თითქოს შოლტმა მთელ სიგრძეზე ითკაცუნა. რადგან როგორც კი ქარხანა დაიხურება, ის პაუზის ღილაკებით არ მუშაობს. ვერ შეძლებ ქარხნის უბრალოდ ჩართვას, როცა მოთხოვნა დაბრუნდება. მანქანებს შლიან და ყიდიან, მუშები მიდიან და აღარ ბრუნდებიან. და თუნდაც მოთხოვნა საბოლოოდ აღდგეს, სიმძლავრე ჩვეულებრივ აღარ ბრუნდება. ასე რომ, სისტემა აღარ უბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც ადრე ჰქონდა. ის უფრო დაბალ დონეზე იცლებს თავიდან. სწორედ ეს ხდის ამ შემცირებებს ასეთ საშიშს. ზიანი არ მთავრდება მაშინ, როცა შენელება მთავრდება. ის რჩება. ამას მხოლოდ ამერიკულ დატვირთვის პანდუსებზე არ ხედავთ. ეს აღჭობს პლანეტის ყველაზე დიდ საწარმოო ძრავს. ჩინეთის გოფრირებული ქაღალდის იმპორტი მკვეთრად შემცირდა 2025 წელს. იანვრიდან ნოემბრამდე წინა წელთან შედარებით 17.87%-ით დაეცა და მხოლოდ ოდნავ გადააჭარბა 2 მილიონ ტონას. ეს ერთწლიანი შემთხვევითი ვარდნა არ ყოფილა. ვარდნა უკვე წინა წელს იყო დაწყებული. ჩინეთი ქაღალდს იმპორტირებს მუყაოს ყუთების დასამზადებლად. ეს ყუთები გადააქვს იმ საქონელს, რომელიც საბოლოოდ დასავლეთის მაღაზიების თაროებზე ხდება. ამიტომ, როდესაც ქაღალდის იმპორტი მცირდება, ეს ნიშნავს ნაკლებ შეფუთვის შესაძლებლობას დობას და ნაკლებ წარმოებას ქარხნებში. საბოლოოდ, ნაკლები მარაგი ახდენს უცხოეთის მაღაზიებში. სწორედ ეს ხდის ამ ყველაფერს თქვენთვის მნიშვნელოვანს. ეს არ არის შორეული ამბავი სხვა ქვეყნის ეკონომიკაზე.
17 წეტილი 87%-იანი ვარდნა ნიშნავს ნაკლებ კონტეინერს, რომელიც ოკეანეს კვეთს, რაც თავის მხრივ ნიშნავს ნაკლებ მარაგს და უფრო მყარ ფასებს იმ აუცილებელ პროდუქტებზე, რომელსაც დაუფიქრებლად იღებთ. მაგრამ ეს ერთმხრივი მოძრაობა არ არის. დაახლოებით 10-დან 15% ამერიკის მუყაოს წარმოების სიმძლავრისა ექსპორტს ემსახურება. იმ ხუთებს, რომლებიც ამერიკულ საქონელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიაქვს. და ეს მხარე მაჩკარად ზეწოლის ქვეშაა. ექსპორტისთვის წარმოებული Liner Broad-ის წარმოება 2025 წლის განმავლობაში შემცირდა. ვაჭრობა ორივე მიმართულებით ერთდროულად ნელდება და მუყაოს ხუთები ერთ-ერთი იმ იშვიათი ადგილია, სადაც ორმაგიწნეხი პირველად ჩანს. მაგრამ თუ ყველაფერი ასეთ ცუდადაა, რატო ჩანს ოფიციალური ეკონომიკა ჯერ კიდევ სრულად ნორმალურად ახალ ამბებში? ASCHP 2026 წლის პირველ კვარტალში 2%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა. ზედაპირზე ეს ჯანსაღად მზარდ ეკონომიკად გამოიყურება, მაგრამ ამ რიცხვში ორი რამ არის დამალული. პირველ რიგში, რეალურად ეს მაჩვენებელი ჩამორჩა იმ 2.3%-იან ზრდას, რასაც ბაზრები ელოდნენ, ასე რომ ეს ზუსტად გამარჯვება არ ყოფილა. მეორე მხრივ, მთლიანად ეს ზრდა მხოლოდ ორ ფაქტორს დაეკრდნო. ხელოვნური ინტელექტის ხარჯების უზარმაზარ ზრდას და ფედერალური მთავრობის ხარჯების აღდგენას, რაც მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ წინა კვარტალში მთავრობის დახურვამ წინა კვარტალი ჩაახშო. თუ ხელოვნური ინტელექტის ბუმს და მთავრობის ხარჯების ზრდას გამოვაკლებთ, პირველი კვარტლის ზრდა თითქმის ნულოვანი იქნებოდა. ეკონომიკა ფართოდ არ გაზრდილა. მისი მცირე ნაწილი იმდენად ძლიერად გაიზარდა, რომ საშუალო მაჩვენებელი მაღლა აწია და ვიღაცამ ამ საშუალოს აღდგენა უწოდა. პირადი ხარჯვა შენელდა. ეს არის ის ნაწილი ეკონომიკისა, სადაც ჩვეულებრივი ოჯახები ჩვეულებრივ ნივთებს ყიდულობენ. პირადი დანაზოგების მაჩვენებელი 3.6%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ოჯახები ხარჯვას მხოლოდ დანაზოგების შემცირებით აგრძელებდნენ და არა შემოსავლის გაზრდით. საწვავის ფასები უკვე ზეწოლას ახდენდა იმაზე, თუ რას შეძლებდნენ ოჯახები კალათაში ჩაედოთ. ამიტომ ეკონომიკა ორ ნაწილად გაიხო. ერთი ნაწილი არის ტექნოლოგიებსა და მშენებლობაში ბუმი, რომელსაც მონაცემთა ცენტრები, ჩიპები, პროგრამული უზრუნველყოფა და ფედერალური ფული უზარმაზარ მასშტაბზე ამოძრავებს. მეორე ნაწილი არის საქონლის ეკონომიკა, სადაც რეალურად ცხოვრობს და მუშაობს უმეტესობა. ეს ნაწილი სტაბილურად მცირდება, ზუსტად ისე როგორც ყუთების მონაცემები გვაფრთხილებდა მთელი წლის განმავლობაში. ეს არის ძირითადი მიზეზი და სწორედ ეს ხსნის იმ წნეხს, რომელსაც უკვე სახში გძნობთ. მაშინაც კი როცა ამბები ამტკიცებს, რომ ეკონომიკა იზრდება. ოფიციალური მონაცემები ზუსტად არ იტყუება, მაგრამ ისინი მალავენ სიმართლეს. ისინი აერთიანებენ სერიოზულ ვარდნას და ხელოვნური ინტელექტის აფეთქებას და საშუალოს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს თქვენი ცხოვრების აღწერაა. ეს თქვენი ცხოვრების აღწერა არ არის. ეს სერვერების ფერმის ცხოვრების აღწერაა. სათაურების ზრდაზე საუბრობენ, მაგრამ ყუთები სხვას ამბობენ. ხალხი ყოველთვის ფიქრობს, რომ ოქრო არ არის მოახლოებული ეკონომიკური კატასტროფის ადრეული გაფრთხილება. ასე არასდროს ყოფილა. ოქრო არის დაზღვევა. ის, რასაც ადამიანები მაშინ ყიდულობენ, როცა საფრთხე უკვე აშკარაა. სწორედ ამიტომ მისი ფასი როგორც წესი ზევით მიდის მას შემდეგ, რაც ზიანი უკვე დადგა და არა მანამდე. იმ დროისთვის, როცა ოქრო ყველა სათაურებშია, ზიანი როგორც წესი უკვე დამდგარია. მუყაო საპირისპიროა. ის რეალურ ეკონომიკას რამდენიმე თვით უსწრებს, რადგან ის რაიმეს შექმნის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში თავიდანვე დგას და ამჟამად ის ერთ ნათელ სიგნალს გვაძლევს. ეს ყველაფერი მომავლის ვარაუდი არ არის. ეს უკვე მოხდა. შეიძლება ეს არ იყოს ერთჯერადი დრამატული ვარდნა ერთ დილას. ეს უფრო ნელი და მძიმე პროცესია. გრძელვადიანი პერიოდი დაბალი ზრდით და მაღალი ხარჯებით. თაროები უფრო ცარიელი იქნება. იმ აუცილებელ პროდუქტებზე, რომელთა ყიდვაც ვერ შეწყვეთ, ფასები უფრო მყარი იქნება. ფიზიკური პროდუქტების ეკონომიკა განაგრძობს შემცირებას იმ მაჩვენებლის ფონზე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი და სახელმწიფო ფული ინარჩუნებს. ჩვეულებრივი ოჯახისთვის ეს ნიშნავს, რომ ხელფასი ყოველთვეში ცოტა ნაკლებს ყიდულობს. საშუალო ამერიკელი დასაქმებული ალბათ იმ ეკონომიკის ნახევარშია, რომელიც მცირდება. ბუმი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, სხვაგან ხდება. ყუთების მწარმოებლებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება. მათ დახურეს თავიანთი ქარხნები და გაათავისუფლეს მუშები. ისინი არ ელოდებიან სიახლეებს კრიზისის დასადასტურებლად, რადგან ამას უკვე საკუთარი შეკვეთების პორტფელში ცხედავთ. გაფრთხილების ნიშანი ამჟამად თქვენს კართან დევს. მისი ნახვა არაფერს გიჯდებათ და ჯერჯერობით ის აშემცდარა. როდესაც ჯაჭვის პირველი რგოლი წვდება, ის იქ არ ჩერდება. ეს გადადის წარმოებაში, შემდეგ ფასებში და შემდეგ სამუშაოებში, სანამ შედეგები ერთდროულად ყველგან არ გამოჩნდება. სწორედ მაშინ იწყება დისკომფორტი. გაიგეთ რა მოხდება, როცა ყველაფერი დაინგრევა. რა მოხდება თუ ASCHP-ის ეკონომიკა ჩამოიშლება, ან უყურეთ ამას მის ნაცვლად.